მოგესალმებით მეგობრებო. ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო და შევმატო ჩვენს ვიდეოებს, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამოგადგებათ. ეს ერთ-ერთი gadget-ია, რომელიც ავტომოყვარულებისთვის მე მგონი, რომ აუცილებელი ნივთია, რომ გქონდეთ. რამდენიმე მანქანა თუ ყავთ, მით უმეტეს და ზამთარში სხვა მანქანით დადიხართ, ზაფხულში სხვა მანქანით და ინტენსიურად არ იყენებთ მანქანებს, ხო? და რაღაც მომენტში დასვენება უწევს მანქანას. ანუ ეს არის ეხა სოფელში ვარ რა. შვენიერი ბუნება. მოკლედ ეს არის Intelligent Pulse Repair Charger-ი. რომელიც როგორც ტენის აკუმულატორს, ასევე მის აღდგენას უწყობს ხელს, ასე ვთქვათ, აღდგენას აკეთებს რა, repair mode-ი აქვს ეს ეგრეთ წოდებული. 12-დან 24 ვოლტამდე აკუმულატორებისთვის გამოიყენება და რა შემთხვევაში ხა არის რეკომენდირებული ეს repair mode-ი. ანუ როდესაც ვთქვათ, შედარებით ახალი აკუმულატორი გაქვთ, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყენებდით და დაჯდა ან მოძველებისკენ მიდის, ხო, ვთქვათ 3 წლის, 2-3 წლის შემდეგ. აი აქ მიდის ეგრეთ წოდებული სულფატაცია ქვია რა, ესეთ პროცესია. აკუმულატორში ხო ისა ტყვიამჟავაა რა, კისლატას რო ეძახიან და ის აი იმ პერიოდში, როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ ან მოძველებისკენ მიდის, კრისტალიზაციას განიცდის რა. სულფატაცია ზუსტად ეს არის და ეს აკეთებს დესულფატაციას. ხო. მოკლედ, ეხა ეს აკუმულატორი არის მიახლოებით 3 წლის აკუმულატორია. ამაჩემის და აი აქ აჩვენებს რომ მწვანეა რა, ნახეთ ჩანს კიდეც რომ მწვანე ფერია, ანუ charged არის, თუმცა მუხტს ვერ იჭერს რა, მალე ჯდება. რო ჩააქრობ მანქანას, თუ 1-2 დღე გააჩერე, ეგრევე იცლება. თუ აღარ ქოქავს. ხო და ვფიქრობ რომ ზუსტად ეგ არის პრობლემა ამისი, რომ აი სჭირდება რა იმ კრისტალების დაშლა ჭირდება და ზუსტად ეს აპარატი არის ეს gadget-ი მაგისთვის. ანუ ეს full mode-შია, ეხა repair mode-ი, აი ნახეთ. აგერ რაც მუდმივ წყაროს კი არ უშვებს დენის რო დატენოს, არამედ იმპულსურად უშვებს და იმ რა ქვია კრისტალების დაშლას აკეთებს რა. მიახლოებით 8-10 საათის განმავლობაში. ნახეთ როგორი ხმა აქვს აქ თავისი კულერით. მოკლედ რა ძალიან ისეთი კაი gadget-ია რა. ვფიქრობ რომ უნდა გქონდეთ. Amazon-დან გამოვიწერე მიახლოებით რაღაც $30-მდე დამიჯდა. აი აქ სახელიც არის და ყველაფერი და თუ მოძებნით და გაინტერესებთ შეგიძლიათ რომ თქვენც გამოიწეროთ და იყიდოთ. ეხა რეკომენდაციას რატო უწევ? ეხა ეს გატესტილი მაქვს. მე იცით ალბათ რომ რამდენიმე მანქანა მყავს მეც რა. ეხა ეს ამ მანქანას ძირითადად ზამთარში დავდივარ და Challenger-ით დავდივარ ზაფხულში. ხო და ზამთარში ხომ იყენია Challenger-ი. და აკუმულატორის პრობლემა მექნებოდა რა და შარშან ანუ მე კი მუხტით კი ვქოქავდი ჯამპ სტარტერით, მაგრამ ისიც აღარ იჭერდა და ახალი აკუმულატორები ფაქტიურად უნდა მეცვალა ყოველ წელიწადში თუ არა 2 წელიწადში ერთხელ. ეხა ამას შარშან გამოვიყენე ეს. მთელი ზაფხული პრობლემა არ ქონია რა. 3-4 დღე რო გაგეჩერებინა, ჩვეულებრივად იქოქებოდა მერე რა. ანუ ფაქტია რომ ეფექტურად იმუშავა და ნამდვილად ის პროცესი რაც არის აი იმ დროს რაც წარმოიქმნება როცა აკუმულატორს არ იყენებ და ის მიდის ასე დაკრისტალება იმის ხო ის რომ დაიშლება ჩვეულებრივად აღდგენილი აკუმულატორი და აღდგენის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თავისუფლად სრულად ფუნქციონირებადი ხდება რა. ხო და მოკლედ რა ვიცი გირჩევთ რომ იყიდოთ თქვენც თუ ესეთ სიტუაციაში ხართ როგორც მიაგიხსენით და რაღაც პერიოდი მანქანის გაჩერება გიწევთ, გამოგადგებათ ძალიან. ხო, რავი 1 წლით და 2 წლითაც რო გაგიხანგრძლივოთ ეხა აკუმულატორის სიცოცხლე, რატომ უნდა გადაიხადოთ ეხა ყოველ მეორე წელს რატომ უნდა იყიდოთ აკუმულატორი თუ აქტიურად არ იყენებთ მანქანებს, ხო? სულ ეს არის მეგობრებო. აბა წარმატებები
კიდევ ერთხელ აი დააკვირდით, აი აქ არის ყუთი, სახელი და რავი, მოკლედ თუ გადაწყვიტავთ რეკომენდაციას უწევ რა, კარგი რაღაცაა. იმედი მაქვს, რომ ამ აკუმულატორსაც აღადგენს ეხლა და ჩვეულებრივად იმუშავებს.